ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა და იქ მდებარე ეგრეთ წოდებული გარაჟები აყარეს, მოქალაქეები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ხიდი, რომელიც 35 სკოლასთან ახლოს მდებარეობს და რომლითაც უამრავი ბავშვი თუ ნებისმიერი ადამიანი სარგებლობს, მოაჯირის გარეშე დარჩა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად წყლის დონე იმატებს. ყინვების შემთხვევაში კი გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოხდეს. ეზოში უამრავი ბავშვი თამაშობს და მათი სიცოცხლე საფრთხეშია. შესაძლოა ისინი მდინარეში ჩავარდნენ. ყველაზე მეტი დაზარალებული გამოვიდა აი ეს ბინა. აქ იყო გარაჟები ჩამწკრივებული და ოღასყურა არ ჩანდა, საერთოდ იყო დახურული. არც სუნი გვაწუხებდა და არც იმის შიში გქონდა, რომ ბავშვები ჩავარდებოდნენ ამ ოღასყურაში. ეხლა გაგვიხარდა რეაბილიტაცია, რომ მოხდა, რომ გასუფთავდება, გალამაზდება და ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა, მაგრამ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდით. აი ნახეთ როგორ დაბალია ისიგენი. მოაჯირები, ბავშვები თამაშობენ, ერთი-ორჯერ კიდე ჩასრიალდნენ შით და არის საშიშროება, რომ რამე მოიწიონ ბავშვებმა. ახლა სულ ყოველ წუთში ვერ აქცევ ყურადღებას და რამე. ამიტომ ეს ხიდიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გადმოდიან ბავშვები, ხელს ჯიკაობენ ერთმანეთს და შეიძლება თავისუფლად ჩავარდნენ შით. გვითხრენ, რომ ყველაფერს მოვაწესრიგებთ, გავაკეთებთ და აღარაფერი აღარაა გაკეთებული. მოაჯირი არა აქვს ხიდს, როგორც ხედავთ. საშიშროება იყო ზამთარში, რომ აი ყინვის და თოვლის შედეგად, რომ ბავშვებს ჩავარდნილიყვნენ, როცა ძლიერი წვიმები არის, იმ შემთხვევაში მდინარის დონე საკმაოდ იმატებს და თითქმის ივსება ეს კალაპოტი, დიდი საშიშროებაა, რომ რაიმე ვთქვათ ბავშვებს შეემთხვათ. ამიტომ ვთხოვთ შესაბამის ორგანოს, ვინც დაიწყო რეაბილიტაცია, რომ მოაჯირები გაუკეთოს უბრალოდ ხიდს. და ეს დაცული იყო მანამ სანამ ფარეხები იდგა. როცა ავიღეთ უკვე ღია არის ნაპირი, ასე ვთქვათ, მდინარის. ზაფხულში ინტენსიურად თამაშობენ. აქეთ არის დიაგნოსტიკური ცენტრი, 35 საშუალო სკოლა და საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ პატარა ხიდით. ნონა ბზიკაძე ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მერს Facebook გვერდზე პირადად მიწერა და პასუხიც მიიღო. სადაც ვკითხულობთ, რომ გიორგი ჭიღვარია მოსახლეობას მოაჯირის დამაგრებას მართლაც შეპირდა. SMS-ი ნოემბრის თვეში იყო მიწერილი, თუმცა ამ დრომდე ხიდი მოაჯირის გარეშეა დარჩენილი და ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მომივიდა პასუხი, რომ შარშანდელი 2018 წელს რაც იყო სამუშაოები გათვალისწინებული, ყველაფერი დასრულებული იყო და მივმართავთო შესაბამის სამსახურს, რომ დროებითი მოაჯირი გაუკეთოსო. ამის გამო, მაგრამ როგორც ხედავთ, მოაჯირი არ გაკეთებულა, ზამთარიც გავიდა უკვე. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ივნისის თვეში დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი როგორც საფეხმავლო ხიდზე, ასევე მდინარის კალაპოტის ირგვლივ მოაჯირები მოეწყობა. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ივნისის თვეში დაიწყო ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც იყო გარდამავალი სეზონის ცვლილებიდან გამომდინარე. მიმდინარე წლის ივნისში აღნიშნული სამუშაოების საპროექტო ნაწილით რაც იყო გათვალისწინებული დასრულება იგეგმება. მონაკვეთებზე, სადაც ბავშვებს უწევს გადაადგილება და სკოლაში მისვლა, ან მოსახლეობით არის მჭიდროდ დასახლებული, კალაპოტის ირგვლივ მოხდება შესაბამისი მოაჯირების მოწყობა, რათა უსაფრთხოების ნორმები იქნეს უზრუნველყოფილი. არსებული მცირე საფეხმავლო ხიდის ნაცვლად ახალი ხიდის მოწყობა დასრულებულია, უბრალოდ დარჩენილია მოაჯირების ნაწილი და უახლოეს მომავალში ისიც მოეწყობა და ძველი ხიდის დემონტაჟი მერე განხორციელდება. მცირე ხანი რამდენია? ზუსტ ვადებს მაგასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ავითვალისწინებთ იმას, რომ ივნისის თვეში სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს, მომდევნო თვის დასაწყისამდე დაიწყება მოაჯირების მოწყობა როგორც ხიდზე, ასევე იმ პერიმეტრზე, სადაც პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია. მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მერია მდინარის ფსკერის მობეტონების სამუშაოებს ახორციელებს, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით ბუხაიძის დასახლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.